მივესალმები ყველას კიდევ ერთხელ მე დაპირებულ სტუმრებთან ერთად გიერთდები სტუდიაში. ქალბატონი თეა ყიფშიძე არის დღეს ჩვენი სტუმარი, ფესტივალ ფანატის ორგანიზატორი. ეს ფესტივალი უკვე 2 წელია საკმაოდ წარმატებით იმართება და მარტში ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ნიჭიერმა ადამიანებმა ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი თავი წარმოაჩინეს და ქალბატონ თეა დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მიხარია რომ მოხვედით და დღეს ვინაიდან მსოფლიო აღნიშნავს ჯაზის საერთაშორისო დღეს ჩვენი დილაც უერთდება ამ თარიღს და უბრალო მიზეზი არ არის ის რომ სწორედ კონსერვატორიის ჯაზ კვარტეტი არის დღეს ჩვენთან ქალბატონ თეასთან ერთად სტუმრად. მათი კომპოზიციით წარდგებიან ისინი თქვენს წინაშე და სწორედ ისინი გახდნენ ჯაზის განხრით ფესტივალის ფავორიტები და რჩეულები. მათ წინ განსაკუთრებული საღამოელით უფრო მნიშვნელოვანი ვიტყოდი დილა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ისინი სტუმრად არიან და ამის შესახებ სწორედ თქვენ მინდა რომ მოვიყვეთ ქალბატონ თეა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ყველა მელომა სულოცავ დღევანდელ დღეს ჯაზის საერთაშორისო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ამ თარიღის აღნიშვნა დავიწყეთ შარშან და ეს ინიციატივა ჩვენ შარშანდელ რჩეულს კემოს ეკუთვნის. ის გახდა ჯაზის ასე ვთქვათ სფეროში რჩეული და სწორედ ის მოვიდა ამ წამოწყებით და იდეით რომ მოდი ჯაზის საერთაშორისო დღე ერთად აღნიშნოთ და როგორც ფანარტი იქცა უკვე ტრადიციად, ზუსტად ასევე იქცა ტრადიციად ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ჩვენთან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. ძალიან მიხარია რომ თქვენი ეთერის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ყველა დავპატიჟოთ დღეს საღამოს 6 საათზე ჩვენთან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ვაჟა-ფშაველა 76 და მიხარია ისიც რომ ყველაზე დიდი ჯილდო და პრიზი ხელოვანი ადამიანებისთვის სწორედ ეს არის. დღეს კონსერვატორიის ჯაზ კვარტეტისთვის არის სოლო კონცერტი. ეს მნიშვნელოვანია ალბათ მუსიკოსებისთვის და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც რომ კონსერვატორიის ჯაზ კვარტეტი რომელსაც უბრალოდ ასე ერქვა დღეს თავის სახელსაც გააშკერებს და Fortune ეს იქნება უკვე კიდევ ერთი ახალი ჯგუფი ჯაზ ბენდი რომელიც დარწმუნებული ვარ თავის თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს ჯაზის სფეროში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კონსულტანტს ზაზა მარჯანიშვილს რომელიც სწორედ ჯაზის სფეროში ავლენდა ასე ვთქვათ ჩვენთა შორის რჩეულებს. და მინდა ორი სიტყვით ვკითხოთ მომავალ წელიწადზე თუ რა იგეგმება შემდგომ ფესტივალისთვის. ბუნებრივია, როდესაც პირველივე წელს უკვე ჩანდა რომ ფესტივალი იქნებოდა გარკვეულწილად წარმატებული და ეს ჩანდა იმ მონაწილეებზე რომლებიც იყვნენ ჩვენს გვერდით და კონსულტანტებიც წელს აი ამ ყველაფერმა მევფიქრობ რომ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, როდესაც მთელი საქართველოა ჩართული ბუნებრივად ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით და მომავალ წელსაც იქნება ეს ფესტივალი. უბრალოდ შეიძლება იქ მაშინაც თქვენ თავიყავით სტუმრად, როდესაც საუბრობდი რაღაც ცალკეული დარგების პრობლემატურობაზე. შეიძლება უბრალოდ რაღაცებს სახე იცვალოს, მაგრამ ის 8 დღე, რომელიც ეთქობოდა ფანარტს, ანუ ჩვენი მარტისტებისთვის, მარტისტების კვირეული აუცილებლად იქნება მომავალ წელსაც. მინდა წარმატება გისურვოთ, ყველა იმ თქვენი გეგმის განხორციელება 100%-ით მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ ხვდები რომ სურვილი ძალიან დიდი გაქვთ და ზუსტად იცი რომ ყველაფერი ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც თქვენ გინდათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვისარგებლო შეგხვედით და თქვენი შემოქმედებით ჯგუფს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ასე გვერდში თქვენი თანატყუებისთვის და ყველა დაპატიჟეთ ეს შეგვიძლია კი ბატონო და მინდა ბიჭებსაც მივულოცო ფესტივალის ფავორიტები რომ გახდნენ და ასევე წარმატება მინდა ვუსურვო ამ საღამოს და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი მათთვისაც კარგად ჩაივლის და უკვე მინდა მოვუსმინოთ მათ არაჩვეულებრივ კომპოზიციას რომელიც თქვენთვის მოიტანეს და მე უნდა დაგემშვიდობოთ პარასკევამდე და საუკეთესო სურვილები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს.